წინა ვიდეოში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მხოლოდ if ფუნქციასთან დაკავშირებით, ანუ კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, if ფუნქცია ეს არის ლოგიკური ფუნქცია, რომელიც გვეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. პირველ რიგში ვამოწმებთ ჩვენს ლოგიკურ ტესტს, ისწორაზე, თუ ჩვენი ლოგიკური ტესტი სწორია, მაშინ ვიღებთ ერთ პასუხს, თუ ჩვენი ლოგიკური ტესტი მცდარია, მაშინ ვიღებთ მეორე პასუხს. ეხლა ცოტა გავართულოთ და თამაში შემოვიყვანოთ მეორე ფუნქცია. ეს არის end ფუნქცია, რომელიც გამოიყენება if ფუნქციასთან ერთად. და ნახეთ როგორი პირობა გვაქვს. აქ გვაქვს მოცემული თანამშრომლები, გვაქვს მათ მიერ გაცდენილი დღეების რაოდენობა და გვაქვს მათი ხელფასები. ასევე გვაქვს პირობა შემდეგნაირი. თუ გაცდენილი დღეების რაოდენობა არ აღემატება 2-ს და ხელფასი მეტია 8000 ლარზე, მაშინ ბონუსი არის ხელფასი 10%-ო. ეს ჩაიწერება შემდეგნაირად. პირველ რიგში უნდა დავწეროთ ლოგიკური ტესტი, თუმცა ამ შემთხვევაში გვაქვს ორიცარი ლოგიკის გაერთიანება. მივაქციოთ ყურადღება შემდეგს. ანუ გაცდენილი დღეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2-ს და ხელფასი მეტი უნდა იყოს 8000 ლარზე. ანუ ორიცალი ლოგიკური ტესტი გვაქვს. იმისათვის რომ if ფუნქციაში ორიცალი ლოგიკური ტესტი გავაერთიანოთ, ვიყენებთ ზუსტად end ფუნქციას. პირველი ლოგიკური ტესტი იქნება ის, რომ გაცდენილი დღეების რაოდენობა უნდა იყოს ნაკლები ან ტოლი 2-ზე და მეორე ლოგიკური ტესტი გვაქვს ის, რომ ხელფასი მეტი უნდა იყოს 8000-ზე. როდესაც ეს ორივე ლოგიკა გავაერთიანეთ, მაშინ უნდა დავითვალოთ ხელფასი value of true იქნება, რომ ხელფასი უნდა გამრავლდეს 10%-ზე და მივიღებთ ბონუსს. ხოლო სხვა შემთხვევაში, სხვა ყველა დანარჩენ შემთხვევაში ჩვენი ბონუსი იქნება 0. ჩამოვარცელოთ და მივიღეთ ასეთი შედეგი. ანუ ამ შემთხვევაში ერთ-ერთი რო გავიხილოთ, ხო, გაცდენილი დღეების რაოდენობა არის 2, ხელფასი არის 9000. ანუ 2-ს არ აღემატება, 2-ია ან 2-ზე ნაკლებიც შეიძლება რომ იყოს და ხელფასი კი არის 9000 ლარი, რაც ჩვენს პირობაში რაც იყო მოცემული იმ ნიშნულზე უფრო მეტია. სულ ეს იყო ჩვენი if და end-ის გამოყენება.